კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიები, სადაც არასამთავრობო სექტორისთვის დაფინანსების სახით ჩარიცხული თანხებია მოცემული, კვლავ პოლიტიკური შეფასების თემაა. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, სიები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არასამთავრობო სექტორი ხშირად უცხო ძალების მიერ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად ფინანსდება და აუცილებელია ერთი მხრივ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რა ხმარდება რეალურად უცხოეთიდან შემოსული ფული და მეორე მხრივ ევროკავშირის მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რისთვის იხარჯება მათი თანხები. ჯერ თვითონ აი ამ ზოგადმა ციფრებმაც აჩვენა თუ რამხელა თანხები არის გამოყოფილი ამ არასამთავრობო ეგრეთ წოდებული სექტორისათვის, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში არა იმ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდა, რაც შეიძლება ხალხს რეალურად აწუხებდეს, არამედ თავიდან ბოლომდე დაკავებული იყო პოლიტიკაში ჩარევის, მონაწილეობის და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ გადატრიალება რევოლუციების, ასე ვთქვათ, პროპაგანდირება ორგანიზებით. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან, კრიტიკის ობიექტი კვლავ პარტია ლელო და მისი ლიდერი გახდნენ. ბადრე იჯაფარიძის სტატუსადაც ის აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უკომპრომისო ბრძოლის ნაწილია და დასტურად სალომე ზურაბიშვილის განცხადება მოყავს, სიცრუეს უწოდებს ელენე ხოშტარია. განვითარებულ მოვლენებს აფასებენ მმართველ პარტიაში. ოპოზიციაში დიდი დრამებია, სალომე ზურაბიშვილს რა თქმა უნდა ვერც ვერავინ ვერ გაუგო და არ გაუგეს. ლელომ თავისებური ინტერპრეტაცია მისცა და კიდევ ერთხელ გაამართლა თავის სტილში ფარისევლურად გაამართლა თავისი გადაწყვეტილება. უკვე გუნდის შიგნით დაპირისპირება, ოპოზიციური გუნდის შიგნით დაპირისპირება მიანიშნებს მათ ბოლო ჟამზე. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიმედი ლაივში ევროპარლამენტის რეზოლუცია განიხილა. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, აღნიშნული რეზოლუციის შინაარსიც ოპოზიციის დახმარებისკენაა მიმართული. ითეული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მიიღო, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენს სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელსაც პულსი აღარ ესიძება, როგორმე, ასე ვთქვათ, ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ. რაც შეეხება თვითონ არჩევნებს, რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცით ჩვენ რაზე იქნება საუბარი. საუბარი იქნება იმაზე, რომ იყო წინასაარჩევნო გარემო არაკონკურენტული. იქნება ესეთი, ასე ვთქვათ, მსგავსი განცხადებები, რომელიც წამოვა რასას მსგავსი ადამიანებისგან, ასეთი საბჭოთა მენტალობის მქონე ადამიანები ბევრ ტყუილს იტყვიან კიდე, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ქართულმა საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად დაინახა ვინ არის. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ამავე სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ბანაკებში სასულიერო პირებისა და ფსიქოლოგების მიერ ნარკოდამოკიდებულების შესახებ ლექცია სემინარების ჩატარებას და ახალგაზრდებთან ერთად ამ პრობლემის განხილვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, იგეგმება ახალგაზრდებთან სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და ცნობიერების ამაღლება სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მოსაოცი ამბავია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებთან ურთიერთობა, თუმცა ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა, პირიქით წინ უძღვის მრავალწლიანი მუშაობა 2019 წლიდან. მადლობთ ღმერთს, რომ დღეს კიდე ახალი პროექტები დაიგეგმა, გავიარეთ ერთგვარად, გავაანალიზეთ გამლილი გზა, ასევე ვნახეთ კლიპი, რომელიც ასახავდა ძველი წლების საქმიანობას, ჩვენი ურთიერთობისა. რამდენიმე წლიანი თანამშრომლობის შემდეგ მოვახდინეთ ურთიერთობის ფორმალიზება და გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს საპატრიარქოსთან. მემორანდუმის ფარგლებში, ბანაკებში, რომელსაც ახალგაზრდობის სააგენტო აორგანიზებს, ჩამოვლენ ფსიქოლოგები და მამაოები. რუსთავის მერიაში ახალგაზრდული პროექტის მართაშენი ქალაქი მორიგი ეტაპი დაიხურა. პროექტი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში რუსთაველი ახალგაზრდების ჩართვის მიზნით მეოთხე წელია ხორციელდება. პროგრამაში ონლაინ რეგისტრაციით ერთვებიან და საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობის გარდა ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში დასაქმების შესაძლებლობაც ეძლევათ. დღეს კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი დასრულდა, რომელსაც ჰქვია მართაშენი ქალაქი და ეს ახალგაზრდები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, იღებენ ძალიან ბევრ ინფორმაციას, თუ რას აკეთებს დღეს რუსთავის მერია ქალაქის განვითარებისთვის. კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებს გავუზიაროთ ის პროექტები და სიახლეები, რომელიც ჩვენს ქალაქში აუცილებლად იქნება. ჩემი მიზანი იყო გამეცნო ხალხი და რა თქმა უნდა შემეცნო მერიის სტრუქტურა, როგორ მუშაობდა სხვადასხვა სტრუქტურები. და მე ეს მივიღე.
საქართველოს მელიორაციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებლების რემონტი ჩაატარა. აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 1000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა თითქმის 20 კილომეტრიან საირიგაციო სისტემას. აღნიშნული არხის რეაბილიტაცია დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რეაბილიტირებული ფართობი მოემსახურება თითქმის 1000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. 80% მოსახლეობის მეურნეობას ეწევა, დღესდღეობით გაკეთდა არხები ყავთ. მინდვრებს, რაც აუცილებელი არის მცენარისთვის. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარეების კალაპოტებზე დამცავი გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს. სტექის პრევენციის მიზნით წელს დამცავი გაბიონები მუნიციპალიტეტის 9 სოფელში აშენდება. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე აქტიურად მიმდინარეობს ნაპირდაცვითი სამუშაოები. აღნიშნული პროექტებისათვის საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილია მიზნობრივი ტრანსფერი 3 მილიონ 259,000 ლარის ოდენობით. რიგი პროექტები უკვე არის დასრულებული, დანარჩენი წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული პროექტების განხორციელება უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას. ადიდების პერიოდში ძალიან სრულ მდგომარეობაში ვიყავით და მიქონა სასოფლო-სამეურნეო მიწები ფაქტიურად შუაზე გვიყოფდა 70 ჰექტარ ვენახს. განაცხადეთ მერიაში მოვიდნენ შეამოწმეს და დღევანდელი პროექტის მიმდინარეობით ეს პრობლემა მოხსნილი იქნება სრულად. ფოთის შავი ზღვის კარიბჭე, სადაც მემკვიდრეობა ხდება ახალ შესაძლებლობებს. ამ სლოგანით ფოთის მუნიციპალიტეტმა ქალაქის ბრენდირება დაიწყო. ფოთის მაიდენტიფიცირებელი ახალი ფერები, ლოგოტიპისა და დევიზის პრეზენტაცია ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოაწყო. ფოთის ახალი ლოგოტიპი ქალაქის როგორც ბუნებრივი, ასევე ურბანული თავისებურებების სინთეზს წარმოადგენს. ჩვენი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ ქალაქში შექმნას ახალი შესაძლებლობები, განვითარების ახალი ეტაპები, შესაბამისად ამ განვითარების კვალდაკვალ ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ქალაქის ახალი ბრენდ სტრატეგიის შექმნა, რომელიც დღეს წარუდგინეთ აქ მოსულ სტუმრებს. აღნიშნული ბრენდინგით ფოთი გვპირდებათ მემკვიდრეობაზე აგებულ ახალ ენერგიას. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 10-ზე დაბრუნდება იმედის ეთერს, იმედის დილა განაგრძობს.